საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პრესკონფერენცია გამართა. ზვია ძიძიგურის თქმით, საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირება თბილისის პარლამენტის შენობიდან გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. მედიის წარმომადგენლებთან მან ყურადღება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა. ზვია ძიძიგურის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე არსებული შენობის დანგრევის პროცესში დანაშაულებრივი ნიშნებიც იკვეთება. კვირა არ გავარო, რუსთავში არ ჩამოვიდი, ამის შესაძლებლობა ნამდვილად არ მქონდა, როცა ქუთაისში ვიყავი. ამიტომ ვფიქრობ, რომ საერთოდაც ძალიან ეფექტური გახდა პარლამენტი მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთი თვეც არ არის, ჯერ რაც გადმოვედი თბილისში. უფრო აქტიურია კომიტეტის ხდომები, ქორუმის პრობლემა არ არის, ბიუროს ხდომები ტარდება ყოველი განრიგის მიხედვით. აქტიურია პრესასთან ურთიერთობა, ტელევიზიებთან ურთიერთობა, არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველდღიურად დადიან პარლამენტის შენობაში. გავარემონტეთ პარლამენტის ბიუჯეტიდან ეს შენობა გავარემონტეთ, იმიტომ თვითონ დაამტვრიეს ეს შენობა. სხვათა შორის ამას სწავლობდა კონტროლის პალატა და გამოკვეთა მან თავისი პოზიციები და გადაუგზავნა შემდეგ პროკურატურას თავისი პოზიციები და პროკურატურიდან ჯერ არ ვიცით რა რეაგირება მოყვება ამას, მაგრამ დანაშაული აშკარად არის სახეზე.